გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოთხშაბათია, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, რომელსაც მე თენგო ომანიძე წარმოგიდგენთ. დღევანდელ ეთერში კი ჩვენი სტუმარი იქნება ადვოკატი ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დღევანდელ ეთერში ჩვენ გვექნება საუბარი იმ საქმის გარშემო, რა საქმეზეც სულ რაღაც აი ამ 2 კვირის წინ ასევე იყავით ჩვენთან სტუმრად. საკითხი შეეხება ლევან ჯანგველაძის მკვლელობას და იმ ახალ გარემოებებს, რაც აი ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა. თავიდანვე რო ვთქვათ, მე მახსოვს აი 2 კვირის წინ მქონდა ჩვენ გადაცემა, თქვენ მაშინვე თქვით, რომ ეს საქმე არის იმდენად არეული, ასე ვთქვათ, ბევრი რამ აქვს ერთმანეთში, რომ აი როდესაც დაიწყება უკვე უშუალოდ არსებითი განხილვები, ძალიან ბევრი რამეო გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, ბევრ რამე საზოგადოებას სხვა თვალი დაინახავსო. ზუსტად ასეც ახდა, მას შემდეგ რაც 13 ოქტომბერს მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა მისცა ჩვენება დაარღვია დუმილი. და ამ ჩვენებით მან აბსოლუტურად სხვა ვერსია შესთავაზა, ხო, გამოძიებასაც, საზოგადოებასაც, სასამართლოსაც, რაც აქამდე ჩვენ ქონდა მოსმენილი, გამოძიება ცდილობს დაადასტუროს, რომ ეს იყო შეკვეთით ჩადენილი მკვლელობა, თუმცა გელა უძილაური, რომელიც აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა, ის ასახელებს პირად მოტივებს შეკვეთით მკვლელობაზე, ის აცხადებს, რომ არავის არ დაუკვეთავს მისთვის ამ ქმედების განხორციელება. მე ხა ჩვენ ბევრჯერ მოვასმენინეთ მათ შორის ჩვენ მაყურებელს ეს ჩვენება, ამიტომ ამითი დროს აღარ წავიღებ ჩვენების ხელმეორედ გამეორებით, დარწმუნებული ვარ თქვენც კარგად იცნობთ, ისევე როგორც მაყურებელი ამ ჩვენებას და მინდა გითხოთ, აი რას ცulis უშუალოდ საქმისთვის ეს პირველ რიგში ამით რომ დავიწყოთ, აი რა იცვლება საქმეში გელა უძილაურის აი ამ ახალი ჩვენებით. არის ეს რაღაც ისეთი ტიპის ახალი გარემოება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც თავდაღირადგება აქამდე არსებული ვერსიები. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, თქვენ ძალიან დასაწყისში ეს არეული არის ეს საქმე ასეც. არევით აურია პროკურატურამ გამოძიებამ ეს საქმე და სურს რომ ასეარეულად წარმოაჩინოს, თუმცა რეალობაში საკმაოდ ლოგიკური მოცემულობები არის და დგას ყველაფერი თავის ადგილზე. რისი წარმოჩენაც პროკურატურას არ სურს და საზოგადოებას თავაზობს ყალბი მიმართულებას მათთვის სასურველი ვერსიით. რაც შეეხება უძილაურის ჩვენებას, უძილაურის ჩვენება არის ძალზე საინტერესო საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივადაც სრულყოფილი. და ჩემი შეფასებით და არა მარტო ჩემი შეფასებით, ეს სავსებით სარწმუნო ჩვენება არის, ამ საკითხს ჩვენ რა თქმა უნდა გავშლით და ის რაც ბატონმა უძილაურმა ბრძანა, ზუსტად პირდაპირ მიუთითებს როგორც დაცვის მხარის, ასევე პირადად ჩემს პოზიციასაც ადასტურებს ის, რომ ესე იგი აქ ადგილი ქონდა არა შეკვეთით მკვლელობას, არამედ იმ რეალობას, რაზეც ისაუბრა უძილაურმა. ეხლა მოდით დავიწყოთ ანალიზი ჩვენ ამ უძილაურის ჩვენების თუ რატო იძლევა ეს მომეტებული აი რა ზენს დამაჯერებლობას თქვენთვის, ხო, ეს ხო საინტერესოა. არ მოდით ისიც გავითვალისწინოთ, ეხლა დარწმუნებული ვარო თქვენ, როგორც გამოცდილიურის ეს ისედაც გექნებათ გათვალისწინებული, რომ საუბარია ადამიანზე, რომელსაც ძალიან მძიმე დანაშაული ბრალდება და თავისთავად ყველა ეს ეჭვი, რაც გამოითქმევა, შეიძლება წრუობდეს, შეიძლება რამის დამალვას ცდილობდეს, ამას ეს ნამდვილად არ არის უსაფუძვლო და სწორედ ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ, ხო, ალბათ მის ყოველ სიტყვას. აი თქვენთვის დამაჯერებლობას რა აძლევს ამ ყველაფერს? ეს მისი ჩვენება მოიცავს კონკრეტიკას. როცა ადამიანს სურვილი აქვს, რომ შეიყვანოს შეცდომაში და რაღაც ვერსიას იგონებს, იქ არ არის კონკრეტიკა, იმიტომ რომ კონკრეტიკა არის გადამოწმებადი და ძალიან მარტივი არის, რომ ესე იგი ის ამხილონ სიცრუეში, მაგრამ ამ შემთხვევაში უძილაური რას ამბობს, რომ მას ქონდა პირადი მოტივი. ასახელებს პიროვნებას, უკრაინელ პიროვნებას, ბონდარენკოს, რომელსაც უკრაინაში ქონდა ბიტკოინების ბიზნესი, დავარქვათ ასე, რომელიც წაართვეს ჯანგველაძეებმა და ამ საკითხთან დაკავშირებით ქონდა
ლევან ჯანგველაძესთან კომუნიკაცია, რომელიც მას დაემუქრა და შემდგომში სისრულეში მოიყვანა ეს მუქარა, წაიყვანეს, დააბაგაჟნიკეს უძილაური აი ბუნდარიკოსთან ერთად, გაგბას აზიზღრესო თქვა. რამდენჯერ მიახსენა? გამოდენიმეჯერ ახსენა, ხაზი გაუსვა, გაგვას აზიზღრესო და გასაზიზღრებაში რა იგულისხმება, იცით? იგულისხმება წამება, ანუ დაგვაბაგაჟნიკეს, ესე იგი საბარგულში ჩატენეს და წაიყვანეს, ხო? სადღაც რომელიღაც ლოკაციაზე. გასაზღრებაში იგულისხმება წამება და უმძირესი შეურაცხყოფა, დამცირება, უკიდურესი დამცირება. აი ამას ნიშნავს გასაზღრება, როდესაც ამას იყენებენ ხოლმე ამ სიტყვებს. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწვევს აფექტს და განგრძობად აფექტს. ყველა დამეთანხმება, ყველას ქონია რაღაც წყენა ცხოვრებაში, განსაკუთრებული წყენაც ქონია და შესაძლოა ძალიან ბევრს ქონია ისეც, რომ დამცირებული ყოფილა და შეურაცხყოფილი და ეს რა თქმა უნდა იწვევს შინაგან მღერვალებას, აწუხებს ადამიანს, არა მარტო აწუხებს, ტანჯავს ადამიანს. და იმიტომ არის ეს აფექტური მდგომარეობა განგრძობადი. შეიძლება ეს ყოველწუთს საკვების მიღებისას არ გახსოვდეს, თქვა თვეების და წლების განმავლობაში, მაგრამ ძალიან ხშირად ეს ამოტივტივდება და იწვევს ძალიან ძლიერ სულიერ ტანჯვას. და აქედან წარმოიშვება კიდევაც შურისძიების განცდა, ხო? შურისძიება რა არის? ზუსტად ის არის, რასაც აქ აქვს ადგილი, ხო? შურისძიების მოტივი ქონდა მას, მაგრამ აქვე ხას უსვამს, რომ მიუხედავად წყენისა და მიუხედავად იმ სიმწარისა, რაც მე მან მაწვნიაო, მე მისი მოკვლის სურვილი არ მქონდაო. მე მინდოდა მეთქვა მისთვისო დავლაპარაკებოდი და მეთქვა რომ რაც გამიკეთეთ მე, ამისი აუცილებლობა არ იყო, მე მინდოდა მასთან გასაუბრებაო. და სწორედაც ეს მიმართულება რეალურია, იმიტომ რომ თქვენ გემახსოვრებათ კადრების გავრცელდა არაერთხელ, რომ სანამ ჯანგველაძე პანაშვიდზე შევიდოდა, მოპირდაპირე მარჯვენა მხარეს დგას უძილაური კადრებში ჩანს, ჯანგველაძე ესე იგი მარჯვნივ აიღო გეზი, იმის მაგივრად რომ პირდაპირ გაეგრძელებინა გზა, მოუარა ჯანგველაძეს გვერდით და ერთმანეთს გადაულაპარაკეს. ეხლა ბრალდების მხარი ამბობს, რომ მისამართი კითხავ. იქ არის წამიერი სურათი, რომ რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს. ეხლა მისამართის შეკითხვა როგორ ხდება? ხო, მისამართის შეკითხვას რაღაც დრო ჭირდება, პასუხის მიღებასაც დრო ჭირდება. აი მაგალითად ვხედეთ, ავიღოთ ასეთი ვერსია, რომ აი სად არის პანაშვიდი, თქვა, ჯერ ერთი ადამიანმა იცოდა, სადაც მიდიოდა, იმიტომ რომ მისი უახლოესი ადამიანის სამძიმარზე იყო მისული, ხო, სხვის ისწავლება არ ჭირდება. მაგრამ თქვა მისამართი კითხა. დინამიკაში ავიღოთ. უკაცრავად, ხო? ხოლმე მეტყვით, სად მდებარეობს ესა და ეს, თქვათ, ან რაღაც ადგილი გაინტერესებს, ან რაღაც ქუჩა. მე უნდა დაელოდო პასუხს. ეს ფორმატი დროის, ეს მონაკვეთი არ არის იქ. პირდაპირ ჩასო რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს. ეხლა და ჯანგველაძე აგრძელებს გზას, უდილაური ისევ დგას და შემდგომ უკვე ელოდება ქუჩაში. თუ მას მოკლა სურდა ამ ჯანგველაძის, იქვე ქონდა მას ხელსაყრელი მომენტი, იქვე ამოიღებდა, როდესაც ზურგიში აქცია ჯანგველაძემ და ესროდა. ქუჩაში მოხდა, ხო მერე ცროლა ჩვენ მივათ მაგამდე. რა თქმა უნდა, და რა მნიშვნელობა ექნებოდა ახლა მანამდე მოკლევდა თუ მე საუკეთესო მომენტი ქონდა იქ, მაგრამ აქ როგორ არის რომ მას სურს რომ გაესაუბროს. მაგრამ ამასობაში უძილაურმა იცის რომ ადამიანი პანაშვიდზე მიდის და შეიძლება ამდენი დრო ვერ დაუთმოს. ამიტომ ფიქრობს რომ ემზადება ადამიანი სასაუბროთ რომ კარგად დაალაგოს აზრი, მაინც ვიზუალური მხარე შეხვედრის მაინც სხვა ეფექტებს იძლევა, ხო არის ასე რა? ეს ყვაკიდეს მან რომ აი როცა შემომხედაო და მისი თვალები დავინახე, გამახსენდა ის ეს მერე უკვე. შემდეგ. ეს უკვე შემდეგ. შედის ჯანგველაძე პანაშვიდზე, აი როდესაც უკან ბრუნდება და ჯანგველაძე მოექცა უკანა მხარეს, წინ მიდის ჯანგველაძე და თავის დაცვის თანამშრომელი, რამოდენიმე წამი მიყრება უკან, თუ მკვლელობა არის ჩაფიქრებული, მაშინ
შეაქცია თუ არა ზურგი ამოიღებდა და მოულოდნელობის ეფექტი იქნებოდა, ხო? და პირდაპირ ესროდა მას. მაგრამ არა, გადის რამოდენიმე წამი, ესენი წინ მიდიან, ეს უკან მიყვება. შემდგომ უკვე კადრებში ჩანს, რომ იქ მოიხედა უკან ჯანგველაძემ, არ ვიცი, უძილაურმა უთხრა რაღაცა თუ რატომ, მოიხედა მან, საკმაოდ ისე დისტანციაზე არიან ამასობაშიც. მოიხედა მან და შემდგომ უკვე ვითარდება მოვლენები და როგორც უძილაური ამბობს, მეო უთხარიო რომ არ წაიღო იარაღი არ გამოიყენო, ხელი არ წაიღო იარაღისგან, მან მაინც დააპირაო იარაღის გამოყენებაო და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უძილაური გასვლას განახორციელებდა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უძილაური იქნებოდა მოკლული ან დაჭრილი. და გეტყვით რატომ? რა არის იცით, ამბობენ ახლა უძილაური სპეცრაზმელი, კი ბატონო, სპეცრაზმელი იყო და მომზადება ჰქონდა, მაგრამ უძილაურს მომზადება ჰქონდა სახელმწიფო სტრუქტურებში. ტერორისტების წინააღმდეგობრივი ჯანგველაძეს ეს მომზადება გავლილი აქვს ქუჩაში და თავის სამოღვაწეო სფეროში და საკმაოდ დიდი გამოცდილების ბრძანდებოდა ლევან ჯანგველაძე ამ საკითხში და რეაქციებში. იმიტომ რომ უყურეთ აქ წამების მიათედები, მიასედები წყვეთ საქმეს, აქ უკვე ვითარება სასწრებაზე ხომ არის ასია რა. ან იქით, ან ერთი, ან მეორე. მე უთხარი რომ არ წაიღო ხელი, მაგრამ როგორ წაიღო, ეს უკვე დინამიკაში სხვა გზა არ არის, ან ვერი ამარჩიელებს, შენ მესვრის არ მე აქ მარჩიელობის დრო არ არის. და ამ მომენტში უკვე ვითარდება ფიზიოლოგიური აფექტი. ანუ ძლიერი სულიერი აღელვება აღწევს პიკს და უკვე იქ უკვე ვეღარ ზიაზრებს ბოლომდე ადამიანის თავის მოქმედებას და იმასაც ხალხს გაუსვა. მივალ მაქამდე და ესროლა რაც შეეხება ჯანგველაძეს. ცით მე ყველად არ მithქვამს რომ მას გამოცდილება ჰქონდა იარაღთან ურთიერთობა იარაღის გამოყენების და საკუთრებით. ერთით გარდაცვლილ ადამიანზე ან კარგი უნდა ვთქვათ, ქართველები ასე ვართ, არაფერი, მაგრამ ვინაიდან საქმისთვის მნიშვნელოვანი არის თავისუფლებას მივცემ, თქვა ახლა მაპატიოს მის მასულმას და ერთმანეთს. როგორც ამბობენ და როგორც დადასტურებით ვიცი. ახლა ლევან ჯანგველაძე ურთიერთობაში ძალიან კარგი ადამიანი იყო, კარგი მოსაუბრე იყო, განათლებული ადამიანი იყო. მაგრამ აი თავის სამოღვაწეო სფეროში კრიმინალურ ბიზნესში ის იყო ძალიან სასტიკი და დაუნდობელი და საქმის კურსია არავის არ გაუკვირდება იმას ახლა რასაც მე ვამბობ. ამიტომ უძილაურს იქ წამის მიასედები ჰქონდა, ვინაიდან მან ხელი წაიღო იარაღისაკენ და დააპირა იარაღით მოქმედება, უძილაურმაც რა თქმა უნდა ნაქონი იარაღით განახორციელა ეს ქმედება და თან ფიზიოლოგიური აფექტიც განვითარდა იქ. აი ყურეთ, არის შემთხვევები, როდესაც ხდება მკვლელობა, სხეულის დაზიანებები და მრავლობითი ჭრილობა რო აქვს ადამიანს მიყენებული, აი იტყვია ხოლმე რომ განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი. უმეტეს შემთხვევაში სადღაც 90% მეტი ეს სისასტიკის ბრალი კი არ არის. ეს არის ძლიერი სულიერი აღელვების ფიზიოლოგიური აფექტის განვითარების შედეგი, როდესაც ადამიანი იწყებს უკვე ძლიერი სულიერი აღელვების გამო მოქმედებას და იქ უკვე კონტროლი დაკარგულია. იქ ერთს და არ ტყამს, ერთს ესვრის თუ რამდენს ესვრის, იქ უკვე კონტროლი თავადაც ვეღარ იხსენებენ მე იმ მომენტს, როცა რა თქმა უნდა. ეხლა რა ვითარდება ფიზიოლოგიური აფექტის დროს და შემდგომ უკვე მოქმედების შემდგომ, ანუ ფიზიოლოგიური აფექტი ადამიანმა დაასრულა მოქმედება ასე თუ ისე და რა ხდება შემდგომ. ეს უკვე სასამართლო ფსიქიატრიის, სასამართლო ფსიქოლოგიის თემა არის და მე ეს მინდა გავშალო. რაღაც აფექტი იმდენად მძიმე ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მოცემულობა არის, რომ შემდგომში ვითარდება აპათია. აპათია ეს არის, კაი თქვა გაიქცა ადამიანი და რაღაცა, მაგრამ
ძალის გამოცლა, ანუ ხდება ადამიანი ძალა გამოცლი, დეზორიენტირებული, საით წავიდეს არ იცის, რა გააკეთოს არ იცის. ზუსტად აი ეს კითხვები, რომელიც არსებობდა, რომ რატო წავიდა იქ მონასტერში, იმიტომ წავიდა, რომ მან უთხრა, რომ აი ეგ წამიყვანე უთხრა, ტახტს გააჩერა. წამიყვანე უთხრა, მიიყვანე, ეგ აფექტშია ადამიანი. შოქშია, დავარქვათ ამას, რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს. შოკია, კი, ბატონო. შოქშია ადამიანი. რომ მიიყვანა, მე იმტას ტაქსისტები, მერეც არ უნდა წავიდეთო, გესმის? მერეც აღარ იცოდა. ანუ აი ეს სურათი ზუსტად თვალჩორის ტაქსისტის ჩვენებიდან დგინდება. დიახ, რა თქმა უნდა, ტაქსის ჩვენებიდან დგინდება და ეს სურათი იძლევა ზუსტად ფიზიოლოგიური აფექტის მოცემულობას. ანუ ყველაფერი ისე არის, როგორც ჩვენ ვარაუდობდით, როგორც ჩვენ ვამბობდით, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებდით თუ რატო იყო ზოგიერთი მოქმედება, რომელსაც ვერ ხსნიდით. აი ახლა დაალაგდა ყველაფერი. რო ადამიანი იყო შოქში, აფექტში, აფექტურ მდგომარეობაში წასული იყო კონცერტ ტაქსი, აი ახლა მიმიყვანე, რომ მიიყვანა იქ უკვე აღმოჩნდა რომ ტაქსი ამბობს რომ ვერ გავიგეო რა უნდა და ანახ რა უნდა დაო და თვითონაც ვერ მიხვდა იყო დანიშნულების ადგილი რა უნდა და იქა, მე რო უთხრა აქეთ წამომიყვანე, აი ეს არის ზუსტად ჩემო ბატონო მაპატიეთ აფექტი. ის რა მაინტერესებს კიდე აი იყო ესეთი ვერსიაც და ამასაც რა თქმა უნდა აქვს თავისი არსებობის სრულიად ლოგიკური საფუძველი რომ ხომ არ მისცა ეს ჩვენება უძილაურმა არაგულწრფელად ასე ვთქვათ ზეწოლის ან მოსყიდვის მისი მოსყიდვის ნიადაგზე თუმცა აქვე მინდა ესეც უთხრა მაყურებელს რომ რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია და თქვენთან შევამოწმებდი აი ამ ინფორმაციას უძილაური დაკავების მომენტიდან იმყოფება სამარტო საკანში მას აკრძალული აქვს პაემნის უფლება აკრძალული აქვს ყველანაირი კომუნიკაცია პლუს ამას 24 საათიანი მეთვალყურეობის ვიდეოკამერებით მეთვალყურეობის ქვეშ არის ხო ეს მინდოდა და მეკითხა თქვენთვის თუ ეს ნამდვილად ასე არის მაშინ ალბათ მოსყიდვის ვერსია გამორიცხული იქნება ხა თუ კომუნიკაცია ვერავისთან ვერ ექნებოდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე რანაირი შეიძლება ვინმესთან შეიტანხმებინა ეს ვერსია რაც არ უნდა ზეწოლად და განახორციელდა მოისურვება ადამიანს ბოლო-ბოლო უნდა დაუსვა ვერსია ხო არის ასე რა თქვა რაღაცა ტყუილის მოიგონოს ადამიანმა და უთხრას ვაი შენ ამ პოზიციით გამოდი ეს ასე მარტივი არ არის ამ შემთხვევაში ადამიანი დეტალიზაციას ვერ ახდენს ლოგიკური ჯაჭვი თქვათ თხრობის ქრონოლოგიის შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ან ისეთ გარემოებებთან რომელიც გადამოწმებადია და ადგილად უარსაყოფი არის ეს ასე არ ხდება მაგრამ რაც თქვა და რაც ისაუბრა უძილაურმა ეს არის სრულიად სარწმუნო და ჩვენ კიდე გავშვით ამ თემას სრულიად სარწმუნო და გამოძიება მის კი არ უნდა იდაპარაკოს მე ამჯერ არ ვეთანხმებიო გამოძიებამ უნდა უარყოს და დაუდოს წირო აგერ ბატონო შენ ის რა მომდი ეს ტყუილია ამიტომ ასე სად არის ხა საქმე როგორ არის საქმე არის გაყოფილი რამოდენიმე ნაწილად უძილაურის ცალკე კაჭკაჭიშვილის ცალკე აქეთ მიგაძეებს ცალკე გამიგა ასე დაანაწევრეს ეს საქმე იმიტომ რომ ასე აწყობდათ ჩემო ბატონო მაგრამ რეალურად საქმეში არაფერი არ არის ამბობენ ახლა ანძებმა რაღაცა დაიჭირა ამისი ვერ გავიგე ახლა მე ანძებით ვარაუდებით ჭორაობით მე ასე მგონია ასე იქნებოდა ასე უნდა ყოფილიყო ასე შეიძლება ადამიანს რაიმე ბრალი დაუდასტო რომ ანდაროზესაც ამბობენ მოდი შეგაწყვეტინებთ მე რომ აი ამბობენ რომ სასტუმროში დაიგეგმაო ხო ელემენტარულად ამბობენ რა კაცი 12 წუთი არის იქ სხვა საქმეზე თავის საქმეზე მისული ხო 12 წუთში როგორ უნდა დაგეგმო მკვლელობა ანდა მე რო ადამიანს ვესაუბრები თქვათ რითი მიმტკიცებ რაზე ვესაუბრები შინაარსი ვინმე მოიტანა რამე სტენოგრაფიული ასეთი რამე ჩანაწერი აი ეს რომ მინდოდა რომ აი ან ვიდეო აუდიო ჩანაწერი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი საქმეში არ ის კი არა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზებიც არ არსებობს ვერც უძილაურის ჰაბიტოსკოპიური მოცემულობა ვერ დაადგინა გამოძიებამ და ადგენ მერე და მეგობარი თუ ახლობელი თუ ვიღაცა დაკითხეს
და ამბობს მიხურა-მოხურაზე ვიცანიო, იმიტომ რომ საქმე მტკიცებულებას რო ვერდებ, მე ვიღაცაზე ახდენს ეწევს და მიხურა-მოხურაზე ვიცანი, ეხლა სახელმწიფო მიხურა-მოხურაზე ვიცანი, ამით უნდა ისა რა ქვია, ამით უნდა დინდებოდეს მიხურა-მოხურაზე ვიცანი, ან მიხურა-მოხურაზე რანაირად იცნო, მოდი ამაზეც წავიდეთ, ხო? მიხურა-მოხურაზე რა განმასხვავებელი კოჭლი ის არ არის. რაიმე ისეთი უნებლიე ექმედებები, თქვათ, ნევროლოგიურ სტატუსიდან გამომდინარე, უძილაურს არ აქვს. ზომაში შეიძლება ნებისმიერ უამრავი ადამიანი მე ხა აი ბოდიში მომითხოვია, მაგრამ მე რომ ნახე კადრები მაგალითად იმდენად ჯვარიწერია კაცო კაი ადამიანები, იმდენად გავდა ერთჩენ ნაცნობს კეფში, აი ეგ ფოტოები რომ ნახე საერთოდ სხვა ადამიანი მეგონა, ანუ ბევრ ვინმეში შეიძლება შეგეშალოს მართალი ბრძანდებით, საერთოდ არ იკვეთებოდა მისი გარეგნული. მე გუშინ აგერ გეუბნებით ჩემი მეგობარი რაღაც მიუამსგავ ის იმდენად მიუამსგავსე რომ დაუძახე რომ მოდი მეთქი და რომ მოვიდა მე ახ შევხედე სხვა აღმოჩნდა რაღაც ამოდენიმე მეჩვენი იმდენ ისეთი მსგავსება იყო და მიხურა მოხრით ვიცანი რა უბედურება არის გამაგებიეთ და აქ კიდე რა არის საინტერესო უძილაური ამბობს თუ საიდან ქონდა ის იარაღი ვისაც ესროლა ის ასახელებს გარდაცვლილ პირს ვინც გარდაცვლილ პირს ეს იარაღი სულ სხვა პირს არა იმ პირს ვისაც ედავება გამოძიება რომ შენი იყო იარაღებიო აი ამ სანდრო ჯანოს ბეჭდვის არა იმაზე სხვა პიროვნებას ასახელებს ეხლა გამოვიდა პროკურორი და მე ხო შენ მკვდარი დაასახელებ მკვდარი რას გვიპასუხებს ვერ გავიგე ეხლა მე სხვა შემთხვევაში კაჭკაჭიშვილის მამიდას რო კითხავ და კაჭკაჭიშვილის მამიდამაც სწორედ გარდაცვლილი ადამიანი დაასახელა და იმას გარდაცვლილი დაასახელა ვერ გავიგე მე პროკურორის მკვდარია და აქედან მკვდარი არ არის თუ როგორ არის ეს საქმე გამაგებინეთ მე ასე რომ უძილაურის ჩვენება არის სავსებით სარწმუნო ლოგიკურად ავითარებს თხრობას აქვს კონკრეტულ ასახელებს კონკრეტულ პირებს და რა სწორი ასახელებს კონკრეტულ მოტივს, რაც აქამდე იყო ბუნდოვანი. კონკრეტულ მოტივს და ასახელებს იმ აი მოტივში ფიგურანტ პირებს. სავსებით ნათლად. ასე რომ აქ ამის პირადად ჩემთვის აქ ორი აზრი არსებობს და სავსებით სარწმუნო ეჩვენება და არ გეთანხმებით. ამასთანავე პროკურორი და ამასთანავე მე აღხსენი თუ როგორ ვითარდება თქვა აფექტური მდგომარეობა რას მოსდევს შემდეგ ახლა ისიც თქვა რომ მე იმ ჯოხაძეს უბრეკავდი იმიტომ რომ ისეთ მდგომარეობაში ვიყავიო მე ერთხელ ცოტა აზრობები და ვიღაცას ხო გინდა გააგებიო ეს ამბავი არა პირველ რიგში ან უახლოეს ადამიანს დარეკავ ან ვისიც თქვა მეტინდობა გაქვს იმასთან დარეკავ ადამიანს გააგები ახლა ბრალდებული ამბობს ურეკავდო ჯერეთი თუ ურეკავდა ამ ჯოხაძეს და ცდილობდა დაკავშირებას ეს რისი მამტკიცებელია რომ ჯოხაძემ რამე შეუკვეთა მას მე მგონი უფრო პირიქით იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჯოხაძე თვითონ იქნებოდა დაინტერესებული ვიღაცა მოკლა და რეკავს ჩემთან ისა რა ქვია მკვლელი და რა ვერ გავიგე ახლა მე შეუკვეთე ეს ამას ნიშნავს რა თქმა უნდა ეს ამას არ ნიშნავს და სწორად განმარტავს ეს უძილაური რომ მე მინდოდა რომ ასეთი რაღაც ადამიანს აღარ გვევარო უჭო აღარ მომეკითხებაო და მინდოდა და შემე ჩემ თავს გადახტენილი ამბავი რომ მე თქვაო ვიღაცას ხობა ვის მიმართაც იმ მომენტში მეტინდობა გაუჩნდა უნდოდა რომ სწორედ ეს არის უკვე ლოგიკური მასად არის საკიდევ ჩვენ მქონდა ღიად საკითხი რომ თუ ვინმე შეუკვეთა ხო პირველ რიგში ის არის რომ მკვლელი უნდა გაქრეს ხო ან საზღვარზე გადავიდეს ან ლიკვიდირებული იქნეს ან ისე რომ სამართალდამცავებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ეს პიროვნება რა თუ ჯოჯა ხალხზე შეუკვიდა მაპატიეთ ახლა და ფეხებზე რატო დაიკიდებდა ემალებოდა ვერ გავიგე არა რატო დაემალებოდა ვერ გავიგე დაიჭიროს პოლიციამ და მე დამასახელოს აი ეს თავიდანვე აუხსნელი მომენტი უძილავ ჯოხაძეს უნდა ანუ შემკვეთს როგორც ესენი ამბობენ გამოძიება და პროკურატურა და მათი ამფსონები და დამხაშები ესე იგი შემკვეთს უნდა შეუკვეთა უძილაურო ქმედება შეასრულა და ახლა დადის წინ და უკანა უძილაური ოდის დაიჭერს პოლიციას ეჯოხაძე არ ეკონტაქტება და ყველაფერს აკეთებს რომ ხელში ჩაიგდეს პოლიცია მეგარი მთავარი აი რაც გაგვიჩნდა თავიდანვე ეჭვი ეგ იყო რომ თუ კი ამ ადამიანებს მართლა შეკვეთას ვაბრალებთ პირველ რიგში აი ჯოხაძის ინტერესში უნდა იყოს რომ ეს ადამიანი გაქრეს ხო საერთოდ და ვერ ნახოს და
პროკურატურა გვეუბნება, რომ მან შეუკვეთა და მე 3 დღე ემალებოდა უძილაურს, რომელიც ქალაქში თავისუფლად დადიოდა, თურმე და პროკურატურის გვერდზე თუ პოლიციის გვერდზე ქონდა ნაკირავები ოთახი, სადაც ცხოვრობდა და ჯოხაძე იმალებოდა, რომ ელოდებოდა, რომ დიჭაიგდებდნენ ხელში, ასე ვთქვათ, მის წინააღმდეგ ერთადერთ ადამიანს, ვისაც ჩვენების მიცემა. აი, ამიტომაც არის სარწმუნო მისი ჩვენება, რომ მე ამიტომაც მიზეზს ასახელებს, ხო, რატო ურეკავდი ჯოხაძესო და ჯოხაძე თუ შემკვეთი იქნებოდა ერთ-ერთი ჯოხაძის ინტერესში უნდა ყოფილიყო იმას დაეტოვებია. რა თქმა უნდა და აქეთ დაურეკავდა და იქით ხელ შეუწყობდა. დღეს იყო სხვათა შორის დასკვნით სიტყვა წარმოთქვა პროკურორმა და შემდეგ მედიასთანაც გააკეთა კომენტარი. მე მინდა მაყურებელს მოვასმენინოთ პროკურორ ვეფხვაძის განმარტება და შემდეგ აი თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ რამდენად სარწმუნო არის პროკურატურის ვერსიები. დადგინდა რომ გელა უძილაურს არავითარი ნაცნობობა არ ქონდა ლევან ჯანგველაძესთან, არავითარი პირადი კონტაქტი არ ქონდა, არავითარი დაპირისპირება არ ქონდა, მან შეკვეთით და ანგარებით ჩაიდინა განზრახველობას. გელა უძილაურთან არაერთი ჩარიცხვა აქვს დავით მიქაძეს. ამიტომ ამ ფონზე, როდესაც გელა უძილაური გვეუბნება ჩვენ რომ ის არ იცნობდა დავით და გიორგი მიქაძეს, ესეც არის იმ მონოლოგიდან, რასაც ქვია სიცრუე. გელა უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოს ჩამოსვლის შესახებ და სად მივიდოდა იმ ადგილის შესახებ. გელა უძილაური იმ განზრახვით წამოვიდა, რომ აუცილებლად მოკლავდა და აღასრულებდა იმ შეკვეთას, რაც შეკვეთილი ჰქონდა ლევან ჯანგველაძის კოლობის სახით. მე შემდეგი ვერსია ვინმე სვეტასთან შეხვედრა იყო აბსოლუტური სიცრუე და ისიც კი რომ თითქოს ლევან ჯანგველაძემ შეეცადა იარაღის ამოღებას, ესეც წინააღმდეგობაში მოდის საქმის მტკიცებულებთან და ვიდეო მასალასთან. ამიტომ კონკრეტული განზრახვით იყო მისული გელა უძილაური. იცი რა მაინტერესებს, აი პირველივე წინადადება, რასაც ამბობს პროკურორი, დადგინდა რომ მას არ ქონია ნაცნობობა ლევან. აი ეს მინდა კითხო, რითი დადგინდა? აბსოლუტურად არაფრით არ დადგინდა, რასაც ლაპარაკობს ეს არის მისი ტექსტი რის უკანაც არანაირი მტკიცებულება. ხო, აი პროკურორი რომ დადგინდა, რა მტკიცებულები ქონდა. რით გინდება რომ შეკვეთით? ამბობს რომ მიქაძემ ჩაურიცხაო, ხო, რაღაც თანხავ ჯეთის წლების წინ იყო. მე აქ განმარტებული არის არაერთხელ რომ ვინაიდან ანგარიშის ნომერი მას დაბლოკილი ქონდა და არ ქონდა, გამოიყენა ეს საშუალება რომ ჩაურიცხას. თანხავ სულ სხვა გარემოებებს. და კიდევ ერთი რამ, აი დავით მიქაძის ჩარიცხვასთან დაკავშირებით არის. თქვათ ჩაურიცხა თანხა, ესე წლების წინ იყო, რითმი მტკიცებ. მე რომ რაღაცა ის ორი კაპიკი, რომელიც თქვათ ანგარიშზე, იმიტომ რომ ისა რა ქვია, დაბლოკილი არის საბანკო ანგარიში, თქვათ დავარქვათ ამას ჩერეს ამკაცით ჩაურიცხა, ხო? იმას ჯოხაძის თანხა. რით მტკიცდება რომ ეს წლების ჩარიცხული თანხა უკავშირდება რაიმე თან აგრას მთავარია ბატონო ირაკლი თვითონ პროკურორი ამბობს ბატონო მაყურებლებო თუ მიაქციეთ ყურადღება რომ დავით მიქაძესო წარსულშიო რამდენჯერმე აქო ჩარიცხულიო თანხაო აი ეს რამდენჯერმე ტყუილები მაპატიეთ მაგრამ ეხლა მკვლელობა თუ მაგ დაგეგმილი ნაწილ განვადებით უხდიდა ამ თანხას თუ აი რას ნიშნავს რა თანხებზეა საუბარი 100,000-ზე ხო არ არის საუბარი ელემენტარულ კაპიკებზე არის საუბარი და როგორ ახლა მკვლელობის საქმეზე იცი რა მე შენ 500-ს ჩაგირიცხავ მე შენ 100-ს როგორ განვადებით კონსტატე შეკვეთილი მკვლელობა აი ამიტომ არის ტყუილებით არიან ესენი ტყუილებით მოდიან და მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს უყურეთ ტყუილებით რომ მოდი ახლა ხო ვახსენეთ ჩვენ რომ მტკიცებულება რო არ ქონდა და მიხვრამოხრით დავადგინეო რომ უძილაური იყო ხო რომ დაკითხეს მოწმია რა აი ასეთი ზღაპრებით მოდიან ესენი და რო ვერაფერს ვერ აკეთებენ იმიტომ დაკითხეს ის არის იმიტომ დააწერინეს საჩივარი კოკა მორგოშიას და კოკა მორგოშიას თავისი ზღაპრებით იძლევა ჩვენებას პოლიციაში რომ თითქოს ის ესაუბრებოდა ჯანგველაძეს ეუბნებოდა რომ სანამ შენ ხარ ესენი ესე იგი პირველ პლანზე ვერ წაიწევენ და ამიტომ შენ საფრთხე გემუქრება და რაღაც ზღაპრებს ყובה იქ ვიღაც სახლებს და გვარებს ახსენებს რომ ერთმანეთი ხალხს გადაკიდოს რატო აკეთებს ამას რა აწუხებს კოკა მორგოშიას მე ხა აღარ დაუბრუნდები იმ საკითხს მამიდაშვილი რო დაკითხეს და კაპიშონ აფარებული ჩამოფარებული და პირბადე აფარებული რო გარბოდა სასამართლოდან ხო ზღაპრები რო ილაპარაკა იქ და საქმისთვის არაფრის მომცემ რა აწუხებს კოკა მორგოშიას მაგრამ ეგ ეთქვით რა აწუხებს კოკა მორგოშიას ძალიან დიდი მარტერიალური ვალდებულებები აქვს ჯანგველაძეებთან აი ეს აწუხებს მორგოშიას და ფიქრობს რომ ეხლა ველი გათავისუფლდა აქ საქართველოში ბიზნეს ველი ხო გამოძიება ფარცხალაძესაც ედავება რაღაცეებს სხვებსაც ედავება ხო
და ფიქრობს, რომ რაღაცა იმ მომენტით ისარგებლოს და ასევე ისარგებლოს პირადი ურთიერთობებით. უყურეთ, კოკა მორგოშიას აქტივობა პირდაპირ აყენებს ჩრდილს სუსის ახალუფროს მამუკა მდინარაძეს. იმიტომ რომ კოკა მორგოშია და ბატონი მამუკა მდინარაძე მეგობრობდნენ. როდესაც ბატონი მამუკა მდინარაძე სააკაშვილის ხანის დასაწყისში დაიჭირეს თავის ხელმძღვანელთან ერთად, მაშინ გამომძიებელი იყო მამუკა მდინარაძე და საგამოძიებოს უფროსი იყო ზაზა მესხი. მაშინ როდესაც დაიჭირეს, აი იქ რონი მესხი, ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო უშუალოდ თანაშემწე მამუკა ბატონი მამუკასი და იმ საგამოძიებოს უფროსის სისხლი და ხორცი. და აქედან მოდის მეგობრობა, მე მორგოშია ციხეში როცა იყო ეს მამუკა მდინარაძე ურიცხავდა დახმარების თანხებს იქ პატიმრებს როგორც ურიცხავდა რაღაც პატივისცემას ყურადღებას იჩენდა და ეს ურთიერთობა მოდის იმ მესხსა და მდინარეს შორის ნათლი მირონობაც არის, ყველაფერი არის. ეხლა ცდილობს მორგოშია რომ პირადი ურთიერთობები თავის სასარგებლოდ ცდილობს რომ რაღაც თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და მე პირდაპირ ვამბობ რომ მორგოშიას ქმედებები პირდაპირ აყენებს ჩრდილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და ზოგადად აი ეს ვერსიები რაც არის განვითარებული საქმეზე პირდაპირ მიუთითებს ცალკეული თანამდებობის დაინტერესებაზე რომ სიმართლე არ გაირკვეს ისრები გადატანილი იქნეს სხვა მიმართულებით და რეალური დამნაშავეები არ იქნენ დასჯილი. აი ეს არის სიმართლე. ბატონო ირაკლი, რაც შეეხება მინდა ხაზი გავუსვა, აქ მარტო პროკურორი არ ლაპარაკობს. მის მიერ შეთხზულ და პროკურატურის მიერ შეთხზულ ვერსიებს ასე მიყოლებით და იგივეს. მე მგონი იმ საკითხზე გადადიხართ რაზეც აი ზუსტად ამ საკითხზე მინდოდა გადავსულიყავი მე ოჯახის ადვოკატი რომელიც სხვა შორის აი ბოლო პერიოდში თავიდან ამ საქმეზე ძალიან აქტიურად ჩანდა სატელევიზიო ეკრანებზე აი ბოლო პერიოდში მგონი ერთი თვე ცოტა მეტი მაინდა-მაინც არ იყო ხოლმე აქტიური თუმცა აი ამ უძილაურის დაკითხვის დღეს მან მისცა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ტელეკომპანია პირველს საიდანაც რამდენიმე მომენტი მინდა უბრალოდ გამოვიყენოთ და თქვენს მოგასმენინოთ და საინტერესო იქნება თქვენი პასუხი ჩვენ სამწუხაროდ არ აგვაქვს იმისი შესაძლებლობა რომ უშუალო დებატები შევთავაზოთ ასე ვთქვათ მაყურებელს თუმცა აი ამ ფორმითაც საინტერესო იქნებოდა ორი იურისტის მსჯელობა ერთი როგორ ვთავაზობს ვერსიას ბატონი ტარიელ კაკაბაძე და შემდეგ აი მაინტერესებს თქვენ რას უპასუხებდით პირველი მონაკვეთი რო გაუშვათ მინდა ვთხოვო რეჟისორს და ამ საკითხზე მექნება რამდენიმე შეკითხვა რაც შეეხება გელა უძილაურის ჩვენებას მე როგორც ადვოკატს შემიძლია თამამად გითხრათ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და ტრაგიკომიკური ჩვენება რაც კი ოდესმე ვინმეს მიუცია სასამართლოში და ყველანი კარგად ხედავთ სოციალურ ქსელებში და ზოგადად ქალაქში რომ ლამის ანეკდოტები დადის ამ ჩვენებასთან დაკავშირებით უბრალოდ სამარცხვინო არის როდესაც 7 თვე ქონდა ამ ადამიანს რაღაც მაინც დაელაგებინა რაღაც ჩვენება მაინც დაელაგებინა რომელიც ოდნავ მაინც სახაზთან ლოგიკასთან იქნებოდა ესეთი აბსურდული ჩვენება მისცა დღეს სასამართლოში თან წინა პროცესზე თქვა რომ დრო მჭირდება მოსამზადებლად და ჩვენ ველოდით რაღაც უფრო დამაჯერებელ ჩვენებას რაში იყო თქვენი დაკვირვებით აბსურდი რაშია ეს არის მისი პირველი ჩვენება სადაც კი ბატონო რაღაცნაირად დეტალები შევეცადე მომეყოლა მაყურებელს მე ვაპირებ რომ ვისაუბრო აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე თემა ქვეყანამ გაიგო ამ ჩვენების შინაარსი და მე ვერ წარმომიდგენია ქვეყანაში არსებობდეს ჭკუად ყოფილი არადაინტერესებული ობიექტური პირი რომელიც ამ ჩვენებას დაუჯერებს რაიმე კომპონენტში. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ განაცხადა თითქოს საერთოდ არ ქონდა არავის მოკლის სურვილი და სროლის მომენტზე ვისაუბრებ ჯერ თითქოს ხელში მინდოდა მისი დაჭრავა. მე მოგვიანებით გავიგე რომ თურმე ეს ადამიანი გარდაცვლილი ყოფილაო. წარმოიდგინეთ საუბარი ადამიანზე, რომელიც იყო ყოფილი სპეცრასმელი, პროფესიონალი სამხედრო
ნაომარი ადამიანი და რომელიც ძალიან კარგად ისვრის და სპეციალისტი არის ამ საკითხში. ადამიანი ჩაცხრილა ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვაკეში, ჩაცხრილა ადამიანი და ამბობს, რომ მე ეს ადამიანი თუ გარდაცვლილი იყო, არ ვიცოდი, მისი უბრალოდ ხელში დაჭრა მინდოდა. ეს ხომ სრული აბსურდი არის. რაც შეეხება იმას თუ როგორ მოხდა ჭავჭავაძის ქუჩაზე. აქ მე როგორც ხვდები, თვითონაც არ არის ჩამოყალიბებული მხარე საკუთარ ვერსიაში. ანუ ჯერ თქვა რომ რაღაც ყენა მქონდა გულშიო, ასევე თქვა ის რომ მე არავის მოკლა არ მინდოდა საერთოდო და ეს სრულიად შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერიო და ურთიერთ საწინააღმდეგო ინფორმაციებს ასვრის სასამართლოს. ასევე მოიგონა თითქოს ვიღაც სვეტას უნდა შეხვედრო და აი ამაზე მიდიოდა, წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტის ქუჩაზე უნდა მიდიოდა თურმე, პაიმანზე უნდა შეხვედრო და თურმე უნივერსიტეტის ქუჩაზე რომ იყო, მერე გაიგო სვეტასგან რომ იცი რა მე უნივერსიტეტის ქუჩაზე კი არა ვარ, ვაკეში ვარ და შემდეგ გადაწყვიტა ვაკეში წასვლა. თან საინტერესო რა არის რომ ვაკეში კი არ წავიდა, ან ტაქსით კი არ წავიდა, ან მანქანით კი არ წავიდა, ტრანსპორტით კი არ წავიდა. გადადის ვერეს ხეობაზე და ფეხით ალახებში ფეხით გადადის ვაკეში. დიახ, ბატონო ირაკლი, ჩვენ მე კიდე გვაქვს რამდენიმე მონაკვეთი, უბრალოდ აი რამდენიმე საკითხი მინდა დავაზუსტო. მე როგორც მესმის, ოჯახის ადვოკატის მიზანი პროცესში უნდა იყოს სიმართლის დადგენა და არა რაღაც კონკრეტული ვერსიის გამყარება, ხო? წესით. მე მინდა მჯეროდეს, რომ ნამდვილად ასე არის, უბრალოდ აი ბუნებრივად გამიჩნდა რამდენიმე შეკითხვა. ზოგადად იურისტებს გვახასიათებს ხოლმე ასეთი რაღაც და ეს არ არის უცნაური, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში შეგვიძლია ვილაპარაკოთ ისეთ არაფრის მომცემ თემებზე 1000 კუთხით, 1000-ნაირად და მე ჩაუხედავ ადამიანს დავტოვოთ, ასე თქვა, შაბეჭდილება, რომ თითქოს ბევრი რამე ვთქვით. აი, უბრალოდ გამოყავი, ორი არგუმენტი აქვს ადამიანს დასახელებული. პირველი ის, რომ უძილაური ცრუობს, რომ მას არ სურდაო მოკლა, იმიტომ რომ სპეცრაზმელი იყო, ანუ და უეჭველი ეწოდინებოდაო, რომ კლავდაო. ეს ერთი არგუმენტი და მეორე რატომ წავიდაო ფეხით ვაკეშიო, როცა შეეძლო რომ სამართლო ტაქსი. ეს ორი არგუმენტია გამოყოფილი, ამის გამო არ მჯერაო უძილაური. ეს არ არის არგუმენტი. ხო. ეს არის. რა ვიცი ხა, ის თუ ეჩვენება ადამიანს უცნაურად რომ ფეხით რატო წავიდა უნივერსიტეტის ქუჩიდან ვაკეში, რა სხვა ვერაფერი ვერ ნახა ამ საქმეში უცნაური სხვა ყველაფერი ჯერა? გეტყვით, ჩემო ბატონო, ეს არის ძალიან მარტივი манипуляция, რომ იმოქმედოს საზოგადოების განწყობაზე. და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. გეტყვით იმასაც, რომ ბატონ კაგაბაძე სურს მრავალ სიტყვაობით გადაფაროს ის გარემოება, რომ საქმეში მტკიცებულებები არაფერი არ არის და აი ამ მრავალ სიტყვაობით ფუთავს იმ არაფერს, რაც რეალურად სახეზია. ახლა ნახეთ რა საინტერესო არის. მე იმ დღეს სასამართლოში ვიყავი, ჯერ აქ ამას გაუსვამ ხას, როდესაც უძილაურის დაკითხვა ხდებოდა სულ სხვა საქმეზე, რა თქმა უნდა. და უძილაურს დამთავრებული არ ქონდა ჩვენების მიცემა, ანუ პარალელურ რეჟიმში საიდანღაც იქ გაჩნდა სასამართლოს ჭიშკართან ტარიელ კაკაბაძე და დაიწყო ინტერვიუების მიცემები. ჯერ არ იცი რას ამბობს ადამიანი. იგივე პროგრამას ამობდა, არც ქონდა მოსმენილი რაღაც ზოგადი მონახაზი, ეთყობა შეატყობინეს. უნდა უთხრათ მაყურებელსაც ისიც რომ ვინც ესწრებოდა ამ პროცესს და გამოკითხვას, მათგან რა ინფორმაციაც მაქვს. მე ბატონ ტარიელ კაკაბაძე საერთოდ არ ყოფილა იმ პროცესზე და ესეც შეკითხვა არის. საიდანღაც გაჩნდა იქ და აი ამ კამერების წინ დაიწყო ლაპარაკი, რომ იტყუებები. ჯერთი თუ იტყუება, უნდა დაუდო კონტრარგუმენტი. მე ასე მგონია, შენ ასე გონია, რას ნიშნავს? ფეხით რატო წავედი ვაკეში, ეგ არის. რატო? გეტყვით ახლა ფეხით რატო წავედისაც ვეტყვით. ჯერ ერთი თბილისელებმა კარგად იციან, სად რა მისასვლელია და როგორი გადასასვლელი და როგორ შეიძლება სადმე მიხვიდე მოკლე გზით, ან სასურველი გზით, ხო? იმ ვერეზე გადასასვლელი მეც არაერთხელ ვარ გადასული, შეიძლება ბატონმა ტარიელმა არ იცის ის გზა, მაგრამ თბილისელებმა კარგად იციან. ეს გზები და სად როგორ გადავიდნენ მეგეუნებით მეც არაერთხელ ვარ ასე გადასული. რა ვიცი ადამიანი შეიძლება არ ეჩქარება რა სხვა მიზეზია რატო წავხედი ფეხით ამის გამო უეჭველებული ხარ. საკვირველი კიდე ის არის რომ ბატონი ტარიელ კაკაბაძემ ბატონო ტარიელ გადაუჯოგრა პროკურორს. ახლა პროკურორს იმდენი არ ულაპარაკია რასაც ბატონი ტარიელი ამბობს და სხვათა შორის ერთიც და მეორეც არის ხელცარიელი მტკიცებულებებში. ახლა ნახეთ ჯერთი სვეტარაშვაში არის. თქვათ, ავიღოთ ასეთი მომენტი, რომ
მინდა შევხვდე სვეტას. რითმი მტკიცებ შენ მე რომ არ მინდოდა შევხვედროდი სვეტას. ვინმე მანძები ამოიღო, ვინმე გამოლობის რაიმე კავშირები დაადგინა, რამე გამოძიება ჩატარდა სვეტა, გამოკითხა, არ გამოკითხა, რაიმე დაადგინეს. აქ სვეტაზე არ არის მაინდა-მაინც ხაზგასმა, იცით? ყველას აქვს ჩვენი პირადი ცხოვრება, ხო? რაზეა საუბარი? რატო ჩააყვეხებდა ისა რა ქვია უძილაური ჩვენებაში სვეტას, თუ ადგილი აქვს სვეტას გარეშე და ცუდი ჩვენება აქვს მიცემული იმ კუთხით, რომ ადამიანი დეტალურად და ლოგიკურად განმარტავს და ხსნის ყველაფერს იმ საკითხებზე პასუხს იძლევა, რაც ღიად იყო დარჩენილი. მაგრამ დანიელ კაგაბაძე ცდილობს, ესე იგი, იცით რა ცდილობს? მე გეტყვით, რომ სინქრონში არის კაგაბაძე პროკურატურასთან. მეცაც გეტყვით ზუსტად სიტყვასიტყვით იგივეს ეხა მე ჩვენ კიდე რომ მოვისმენთ დღეს რაც ილაპარაკა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში მეგონა რომ დანიელ კაგაბაძე დაწერილი ტექსტი იყო იმიტომ რომ ზუსტად იგივეს იძახის სინქრონში უბრალოდ ეს სხვა ტექსტოლოგით საუბრობს ეს პროკურორი სხვა რა თქმა უნდა მაგრამ შინაარსი და ხაზი წყობა არის ერთი თემები აქვს ერთი აი ბატონი პროკურორი ამბობდა არა დამაჯერებდა რაიმე ერთი კონკრეტული რამე მაგალითი მოიყვანა იმისა თუ რატო შეიძლება დადგამდგარიყო ერთქვეშ უძილაურის ჩვენება და რაც შეეხება კაკაბაძეს ახლა რას პროკურორმა არ თქვა კაკაბაძემ გააგრძელა ხო ესო სპეცნაზელი იყო ხა მე და როგორ ესროდაო ესო ამასო ჩვენო ხედავთო როგორ განვითარდა მოვლენებიო და სპეცრაზმენი იყო და ნახეთ როგორ არის ჩვენ საუბრის პირველ ნაწილში მე დეტალურად განუმარტე როგორც განგრძობათი აფექტის ასევე ფიზიოლოგიური აფექტის მოცემულობა ამ გარემოებებს რომ პასუხი გასცე უნდა იცოდეს სასამართლო ფსიქიატრია სასამართლო ფსიქოლოგია და ელემენტარულად სასამართლო მედიცინის საფუძვლები. თუ ამ სამს მოიშველიებ, მაშინ ძალიან მარტივად ლაგდება ყველაფერი და ახსნადია ყველაფერი და ზუსტად იმაში ჯდება, რაზეც მე ახლა ვსაუბრობდი და რაზეც უძილაურმა გაამახვილა ყურადღება. სხვა შემთხვევაში გამოდის რომ ესე იგი შენ გინდა გვერდით დატოვო სასამართლო ფსიქოლოგია, სასამართლო ფსიქიატრია, ყველაფერი გვერდით დატოვო, ყველა ლოგიკური და კანონიერი ახსნა გადააგდო სანაგვეში და საზოგადოებას შესთავაზოს შენთვის სასურველი ვერსია. თუნდაც ამასაკეთებს კაკაბაძე. აი, თუნდაც გავყვეთ მის ლოგიკას და მე პირდაპირ გეტყვით ეხა ის რომ უძილაურის ჩვენებაში ვინმე შეიძლება ეჭვი შეეპაროს, ამაში ვერ ხედავ ვერანაირ პრობლემას, გასაგები არის რომ ადამიანი გალდებულია. კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ აი თუნდაც გავყვეთ ამ ვერსიას და თუნდაც ვთქვათ რომ უძილაურიც ცრუობს აი ამ კონკრეტულად მკვლელობის განზრახვასთან დაკავშირებით და ჩავთვალოთ რომ მას უნდოდა განზრახ მივიდა მოსაკლავად იყო იქ მისული. და ვიღაცამ დაუღვეთა. ხო აი ეს მაინტერესებს. თუნდაც მას ქონოდა ეს განზრახვა მკვლელობით. ამითი რატომ დასტურდება რომ ეს მკვლელობა იყო შეკვეთილი? ანუ ეს არის საინტერესო. დაუშვათ და ის არის სპეცრაზმელია, იცის რასაკეთებს, იცის რომ როესვრის რომ მოკვდება და ასე შემდეგ და დაუშვათ ეგეგრია და დაუშვათ ეხა გვატყუებს უძილაური რომ განზრახვა არ ქონია. ამითი ჩვენ ხო დავობთ იმაზე უძილაურს განზრახვა ქონდა მკვლელობის თუ არ ქონდა განზრახვა, თორე შეკვეთით იყო მე მკვლელობა ჩადენილი თუ არ იყო შეკვეთით ეს ამ გარემოებებიდან საერთოდ რატომ იკვეთება? დაუშვათ და მართლა მოსაკლავად იყო რა ეს აპრიორში იმას ნიშნავს რომ აუცილებლად დაკვეთით კლავდა იმ მოტივს რას უშვებით რასაც მაშინის ასახელებს ის ხონდა გავაბატილოთ უყურეთ რა საინტერესო რამეა აი მანიპულაცია რა არის რასაც პროკურორი აკეთებს და რასაც ხაზგასმით აკეთებს ბატონი კაგაბაძე ეს არის მანიპულაცია როდესაც არ აქვს არგუმენტი როდესაც არ აქვს მტკიცებულება პირველ პლანზე აყენებს შენთვის სასურველს რომ ესე იგი დადგენილია უყურეთ სიტყვა დადგენილია ანუ მსმენელის გონებაში უნდა ჩაიბეჭდოს ეს უკვე გარკვეულია ეს უკვე წყალო როგორც ფაქტია არადა რო კითხო მიაყოლო შეკითხვა რომ რით არის დადგენილი აი კონკრეტულად მითხარი რით არის დადგენილი ვერ გიპასუხებენ და რას დაიწყებენ იცი აი ანძამ დააფიქსირა იქ რაღაცამ კამერამ დააფიქსირა ეს ცდილობდა იმასთან დარეკვას ის ცდილობდა ამასთან დალაპარაკებას ვიღაცას რაღაცა ორი კაპიკი ჩაურიც ეს მტკიცებულება არის
თქვენ რასაც საუბრობთ, ეგ გააკეთა დიანა ტრაპაიძემ, დაუსვა ეს სხვა შორის შეკითხვა და მინდა მოვასმენინოთ აი მეორე მონაკვეთით ამ ვიდეო და მოусმინოთ რა უპასუხო. რას პასუხობს? კი ბატონო, შეიძლება მეორე მონაკვეთი გავუშვათ. რა იცით იმ უთანხმოების შესახებ, რომელიც უკავშირდება ბიტკოინის ქარხანა ახსენა და შემდეგ 8 პირის მიერ, ასე ვთქვათ, როგორ გაგვასაზიზღრეს, ასეთი იყო და ანუ არ შეიძლებოდა მას პირადი შურისძიების мотиваცია ჰქონოდა ამ კონკრეტულ პირს, როგორ ფიქრობთ? მოგეხსენებათ, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ანუ როგორც ბრალდებას შეუძლია მოიპოვოს მტკიცებულებები, ასევე შეუძლია მოიპოვოს მტკიცებულებები დაცვის ხარისხ. ამ საქმეში სასიხად ვამბობ, აღნიშნულთან დაკავშირებით, აი რაზეც თქვენ მეკითხვა დამისვით. არ არსებობს აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება. ეს არის მოგონილი ზღაპარი გელა უძილაურს და ლევან ჯანგველაძეს ერთმანეთთან არანაირი ნაცნობობა, არანაირი კომუნიკაცია, არანაირი კონფლიქტი არასდროს ქონიათ და კიდევ ერთხელ მეორე აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს რომ ასე ყოფილიყო, მას ყავს კვალიფიციური ადვოკატები. ისინი არ გაამყარებდნენ ამ ვერსიას რაიმე მტკიცებულებით, ისინი არ გამოკითხავდნენ მოწმეებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამე მტკიცებულებას არ წარადგენდნენ, დაელოდებოდნენ ბოლოში და ბოლოს ასაუბრებდნენ ბრალდებას ისე რომ სხვათა დაკითხვა მოხდება თუ არა ამ პროცესის. გელა უძილაურის ჩვენება, რაც შეეხება სხვათა დაკითხვას, მოგეხსენებათ, რომ არსებობს როგორც დასაკითხი და სია აქვს ბრალდების ხარეს, ასევე დაცვის ხარეს. დაცვის ხარეს შეიყვანდა, მაშინ სიაში გამოკითხავდა მოწმეებს და შეიყვანდა სიაში და ამით გაამყარებდა საკუთარ ვერსიას. თქვენ ნახავთ, საქმე ისე დასრულდება და განაჩენი ისე დადგება ამ საქმეზე, რომ დაცვის ხარე არც ერთ მოწმეს არ წარმოადგენს და ვერ წარმოადგენს, რომელიც რაიმე ფორმით გაამყარებს გელა უძილაურის აბსურდულ ჩვენებას. ასევე საინტერესო რა არის, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ვიდეო ჩანაწერებს, მათ შორის ადგილმდებარეობებთან დაკავშირებით. ასევე ეწინააღმდეგება ვიდეო ჩანაწერებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ის ყველა თავის ნაბიჯს უთანხმებს სხვა პირის ტელეფონის მეშვეობით. რაც შეეხება ტელეფონს, ის ამბობს, რომ ტელეფონი დაკარგულია. თუ ეს მართალი არის და თუ ნამდვილად ის მიზეზია, რა მიზეზიც ის საუბრობს, ეს ხო დადგინდებოდა ტელეფონით, რატომ გაანადგურა მან მიტკიცება? რა თქმა უნდა, არავის არ ჯერა ამ ზღაპრის, რაც შეეხება სვეტას, ეს არის გამოგონილი პერსონაჟი, ადამიანი თუ შესახვედრად მიდის უნივერსიტეტის ქუჩაზე, კონკრეტულ პირთან, შეყვარებულთან თუ არა აქვს ამას მნიშვნელობა, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოგვიანებით იგებს თურმე, რომ ის ყოფილა ჭავჭავაძის ქუჩაზე და ვერეს ხეობაზე ვინ გადადის, მითხარით, ვინ გადადის, რომელიც ყოფილი ადამიანი იცვლის ტანსაცმელს და გადადის ვერეს ხეობაზე ფეხით. სინამდვილეში ვერეს ხეობაზე ის რას აკეთებს? ის იღებს იარაღს, რომელიც ნასარ არის დადებული. კი ბატონო, მე საერთოდ მეგონა რომ ვერსია იყო რომ გადასცეს მას ეს იარაღი აკამდე, მაგრამ აი უბრალოდ მაყურებელსაც რომ განუმარტოთ, ჟურნალისტი ეკითხება ამ შემთხვევაში ძალიან კონკრეტულ საკითხს, თქვენ რა მტკიცებულება გაქვთ, რითი ადასტურებთ რომ არ იცნობდა ლევან ჯანგველაძეს პირადადო და პასუხობს აი სვეტაზე რომ გადადიოდა ჭავჭავაძეზე ფეხით. მაინც დეტალებში შევიდეთ, სულ 2 წუთს წავიღეთ. კი, აუცილებლად მაგისტრის ვართ. აი რა თქვა, ხო, გავშალოთ. პირველი მტკიცდებაო ვიდეო ჩანაწერებით. აი რა მტკიცდება ვიდეო ჩანაწერებით? შეკვეთა? უთანხმებს ვიღაცას თუ მესიჯობს მაშინ აუდიო ჩანაწერი უნდა კონდეს. კაკაბაძემ საიდან იცის ვინმეს რამეს უთანხმებს, შეყვარებულს წერს, მეგობარს წერს, რაიმეს საიდან შინარს იცის იმ მოწერის, რომ ამბობს უთანხმებს, ეს არის მისი ვარაუდი ვერსია და სასურველი ვერსია. არის ეს მტკიცებულება? არ არის. მე ამბობს რომ არ ქონია არანაირი უთანხმოება და არც იცნობდა რა იცის კაკაბაძემ ჯანგველაძე და უძილაური იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს. უკრაინაში იყო ახალდამაგად გვერდში დაყვებოდა თუ რა საიდან იცის მან? ესეც მისი სასურველი ვერსია, პროკურატურის ვერსიას ავითარებს. მე ამბობს გაანადგურაო მტკიცება, რა მტკიცება გაანადგურა? ტელეფონზე აქ ამ შემთხვევაში აქცენტი, თუმცა აი აქ საინტერესო. რა მე გაანადგურა ტელეფონი. კი ბატონო, გაანადგურა რა მე. ადამიანი იძახის დანაშაული ჩავიდინებდა, გაანადგურა შინაარსობ თქვათ ფოტოებია, რაღაცეებია, ხო, ეგება მე არ მინდა იმით რაღაცით დამიხო, რაღაც ყოველს პირადად ჯერერთი ტელეფონი თუ გაანადგურა რაღაც ანძები ხო არ არის? იქ ვის ულეკავდა, მესემესი ვისთან მიდიოდა, ვისთან გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ანძები, ესენი ვისატყუებენ. უბრალოდ ცდილობენ ხალხი შეიყვანოს შეცდომაში, თორე ეს არის ჟონგლიორობა, სხვა არაფერი. გარდა ამისა, როცა საუბრობს. გავაგრძელო მინდა, ნახეთ,
მე ამბობს რომ ისაო რა ქვია ცეცასრული არაღზეც მინდა გითხრათ ხო ჩვენ თქვით რომ ესე იგი მე რაც ვერსია განვავითარე ზუსტად ეს ვკიცდება რომ მან ძალიან მაღალი ალბათობით და ასეც არის ჩემი შინაგანი რწმენით მასროთეკაში მასრა არის შეცვლილი და სპეციალურად არის დადებული სხვა იარაღის აი ამ საქმეში არის ჩადებული აი რო ედავებიანი წინა გადაცემაში რაზეც საუბრობთ კი ბატონო იკვეთება ტენდენცია რომ შეიძლება მართლაც ასეთი რამე იყოს არა ეს ფაქტია კაცი ამბობს მე სხვა იარაღით მოვუკარიო საქმეში სხვა იარაღი ჩანს გამოაჩინეს რომ თითქოს ჯანო აი ეს სისულელეები არის საქმეში გამიგეთ იმ ბალისტიკური ექსპერტიზის სიღრმეში ჯერჯერობით არავინ არ შევიდა გამიგეთ მაგამდეც მივა ეს საქმე ეხლა მნიშვნელოვანი დეტალი კიდევ რომ როდესაც ეს ამბობს რომ მდინარეზე ტანსაცმელი გამოიცვალა ტანსაცმელი კი არ გამოიცვალა კურტკა გავიხადეო თქვა ადამიანმა რა ტანსაცმელი გამოიცვალა ან იმ მდინარეზე გადასვლა ამას გონია რომ ვიღაცამ უნდა გაიხადოს საცვლები და გადაცუროს ის მდინარე იქ ჩვეულებრივად გზამიდის შემო ბატონო და გადასასვლელი არის აი ასე არაფრის გარეშე ასე სიტყვების თამაშით მანიპულაციით ცდილობენ რომ ესე იგი საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და როგორ წარმოაჩენენ ნახეთ რეალურ გარემოებებს გვერდსუვლიან როგორ ვითარდება პროცესი ამას გვერდსუვლიან შინაარსობრივი ახსნაში არ შედიან და მშრალი ფაქტი უნდა წარმოაჩინონ მათი სასურველი კუთხით ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე თუ უძილაურს მოკლა უნდა და სანამ სადარბაზოში შევიდოდა პანაშვიძე ლევან ჯანგველაძე მას რამოდენიმეჯერ ჰქონდა ამისი შანსი უკარო დაბრუნდა პანაშვიდიდან მასაც რამოდენიმეჯერ ჰქონდა მაშინ მაგრამ უკან მიყვება და შემდგომ უკვე კომუნიკაცია მყარდება და ამის შემდეგ რაც მოხდა ამბობს უძილაური მე უთხარიო რომ არ წაიღო იარაღის ხელისგან და მაინც გაკეთა შემდგომ განვითარდა მოვლენები აბსოლუტურად ყველაფერი ჯდება შემდგომ უკვე რომ სადაც მიდის როგორც მის რატომაც მიდის ეს აფექტის განგრძობადი აფექტის და ფიზიოლოგიური აფექტის კუთხით მე განვარტე გამიგეთ ამათ ეს ყველაფერი გამოტოვეს ეს ამათ არ აინტერესებთ გამიგეთ აი ეს მიკვირს მეც რომ ხა თან საუბარი არის ოჯახის ინტერესების დამცველზე და მე მართლა ვერ ხვდები რა мотиваცია შეიძლება ამ ადამიანს ჰქონდეს რომ აი არ იყოს დაინტერესებული სიმართლის გამოძიებით და დაინტერესებული იყოს მხოლოდ რაღაც კონკრეტული ვერსიის გამყარებით მაგრამ აი კითხვა როგორ არ გამიჩნდეს თავადვე იძახის თან მართლაც გამოცდილ მართლაც კვალიფიციური იურისტია ხო საუბარი რომელსაც არ შეიძლება რომ რაიმე დეტალი გამორჩეს ადამიანი გვემტკიცებს რომ მე არ მჯერა რომ უძილაურს მკვლელობის განზრახვა არ ქონდაო იმიტომ რომ ის იყო სპეცრაზმელიო და ამ საქმისთვის მომზადებული ადამიანი არის და იცის ეს საქმე მაგრამ ამავდროულად არ უჩნდება შეკითხვა რომ თუ მართლაც სპეცრაზმელზე და განზრახ მკვლელობისთვის იქ მისულ ადამიანზე თან მომზადებულ ადამიანზეა საუბარი რა ვიცი ელემ პირბადეს მაინც გაიკეთებდა ეს კაცი ხო მერე რასაც აკეთებს აი როგორ სადაც მიდის სადაც არაფერზე შეკითხვა არა აქვს და მხოლოდ იმაზე აქვს შეკითხვა რომ ფეხით რატო გადავიდა უნივერსიტეტის ქუჩიდან ვაკეშიო და ამას აგებს მერე მთელ ვერსიას რომ ამიტომ ეს მკვლელობა იყო შეკვეთილი აი უბრალოდ ჩვენ სხვა მონაკვეთებით აღარ გადაგღლით TV პირველ საიტზე დევს და დარწმუნებული ვარ ისედაც იმათ უფრო მეტი უყურებს ვიდრე ჩვენ და მაყურებელსაც ნანახი ექნება მაგრამ ეს შეკითხვები მხოლოდ ჩემში ჩდება დავიჯერო არ ვიცი საზოგადოებას ხომ დაინტერესებს არა რა თქმა უნდა და მე იმიტომაც გავუსვი ხაზი რომ ბატონი ტარიელ კაკაბაძე სინქრონში მოქმედებს პროკურატურასთან არა და ასე არ უნდა იყოს მისი ინტერესი უნდა იყოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების გარკვევა და ნახეთ რას აკეთებს სასამართლოსკენ გადააგდო ბურთი ამიგეთ სასამართლოს გადაუმის სამართა ის რაზეც პასუხი არ აქვს რომ ესე იგი სასამართლომ ახლა უნდა მასო ყავდა ადვოკატებიო მათო შეეძლოთო გამოეკითხათო და საქმეში ჩაედოთ გამოკითხვის საქმებიო შემდგომ უკეო მოწმეთა სიაში შეეყვანათ მოწმეები დაეკითხათო მე ვერ ხსნი ეს რა მიდგომაა და რა არგუმენტი არის იცით იმიტომ რომ უძილაურმა ჩვენება მისცა მაშინ როდესაც უკვე საქმე დასრულდა ფინალისკენ სასამართლო განხილვა ფინალისკენ მიდის მის სტრატეგიასაც და მის ინტერესებსაც ასე შეესაბამებოდა იმიტომ რომ ყველა კარტი რო გაუშალო გამოძიებას
მერე იწყება ზეწოლები, მერე იწყება იქ რაღაცებზე ზემოქმედებები, მერე იწყება იქ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი სწორედ მიწურულს დაარტყა 11 მეტრიანი პენალი თავისი სიმართლით უძილაურმა და გამოძიება პროკურატურა დარჩა გამოდებას ვინმე უშლის ამ ეტაპზე რომ არავინ არ უშლის, არავინ არაფერს არ უშლის, კი ბატონო, დადგენდა გამოიძიონ. და ეს მინდა გითხრათ პირდაპირ რომ ამბობენ 100 არ იყო და იტყუებაო, თუ იტყუება, შენ კაც უნდა დაუდო მტკიცებულება, რომ შენი იტყუები 100 კი არ არის 100-ია. და აი ამ შემთხვევაში რა იქნებოდა თეორია? მაგალითად მონარენკო რომ გამოეკითხა. ნახეთ საოცარი რაღაცა თქვა, რომელმა ეხლა სახტად დავრჩი მართლა გაკვირვებისაგან. იცით რომ წესით, კანონით და რეალურად მე არა ვარ ვალდებული ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. ბრალდების მხარე პროკურატურამ და გამოძიება უნდა დაამტკიცონ. დამიმტკიცონ რომ ვარ დამნაშავე. ამერხა შეატრიალა დარიელ კაკაბაძე. და რატო არ ამტკიცო თავისი უდანაშაულობა? წარმოგიდგენიათ როგორი არის ესე იგი შენ რატო და ისე დამთავრდება პროცესი რომ არავინ ამის მხრიდან არ იქნება დაკითხული, რანაირად იქნება ამის მხრიდან დაკითხული კაცმა ახლა მისცა ჩვენება. და რო იძახოდნენ მთელი საქართველოს რო ველოდებოდა მათ შორის პროკურატურაც უძილაურის ჩვენება, თუ არაფერი არ არის უძილაურის ჩვენება, მაშინ რაღაც ელოდებოდნენ. ხო და თუ მაინდა-მაინც იმას ელოდებოდნენ რომ უძილაური პროკურატურის ვერსიას გაამყარებდა და ცილს დასწამებდა გინდა ძმები მიკაძეებზე უნდა დაედო ხელი და მაშინ ყველაფერი სარწმუნო იქნებოდა. ხო მაშინ ყველაფერი სარწმუნო იქნებოდა. შეკითხვა იმ მკვდარის არ იყოს კიდე იმის მკვდარია ამისი არ არის იარაღთან დაკავშირებით, ხო? აი ამიტომ მე მინდა გითხრათ რომ როცა პროკურატურას მტკიცებულება არ აქვს, ცდილობენ მანიპულაციით მედია ზონდერ მედია სივრცის გამოყენებით გავლენა იქონიონ საზოგადოებაზე მოახდინონ მათი მცდარი ინფორმირება. აი ახლა კაკაბაძე ახლა სასამართლო ფსიქოლოგიაში ვინც ერკვევა ის მრავალ სიტყვაობით ცდილობს შენიღბოს ის რომ ფსიქოლოგიაში წოდრა ისედაც აშკარა იყო მე. აი მან რა ქვია პროკურორმა გამოიყენა ესეთი ფსიქოლოგიური манипуляციის თუ დაიწყო დადგენილია. ანუ პირველ რიგში დადგენილია და მე მოაყვა რა არის დადგენილი. სად არის დოკუმენტი, სად არის მტკიცებულება. ლაზღანდარობა არის და ეს ისეთი რამე შეიძლება TV პირველის ეთერზე გაჭრას, მაგრამ სასამართლოში ესე ხო არც TV პირველის ეთერზე არ გაჭრა, კითხა ეგეთ და სანაიამაც კითხა სხვათა შორის თავის გადაცემაში. კაიო თქვა სასამართლო ჩვენ ვიცით რა არის და იმ არა შეიძლება. რეალურად თუ რა არისო ამიხსენიო და ვერ მოყვა. კონკრეტიკაზე რომ მიდის საქმე ისევე შეატრიალებენ, იწყებენ მრავალ სიტყვაობას და ამთავრებენ მაგითი, ანუ კონკრეტულს ვერაფერს ვერ დებენ. აი კიდევ ერთხელ აი მაყურებელმაც მინდა გაიგოს. მე ვიღაცას მესიჯი მივწერე. რაღაცა კამერაში ჩანს რომ მე 2-3 წუთი თუ 10 წუთი ვიღაცას ვესაუბრე ოდესღაც რაღაცაზე. რით მტკიცდება რომ მე დავაორგანიზებ მკვლელობა, რომ ველაპარაკები მე იმას რომ იცი რა ჩვენ ასე ვქნა და მოვკლათ ახლა ეს კაცი და აბა შენ იცი და რა იცი მე ვის რას ვწერ, რა იცი მე სად მივდივარ. ასე გარემოებათა წვილი გავს, ასე არ გამოდის ეს საქმე. მაგრამ უყურეთ გამოძიება შეშინებულია. აი ვინც ეს საქმე ამ კუთხით აგორა, იმას პასუხია გასაცემი არა მარტო ჯანგველაძეებისათვის. არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის. მოდი პირდაპირ ვთქვათ ასე. ვერანაირად ვერ ფუთავენ ამ ტყუილს. მე ხარ პირდაპირ მინდა პირდაპირ მიმართავ მე თავისუფლებას მივცე. კი ბატონო. მე ამას ვაკეთებ ჩემი სახელით და არავისი მითითებით პირადად მე როგორც ზაქარიაშვილი ერთი ადამიანი, ერთი მოქალაქე, რომელიც ამ საქმეში არის ჩაერთო. მე მინდა მიმართო ბიძინა ივანიშვილს. ატყუებენ თუ ამ ვერსიას მას თავაზობენ და რასაც საზოგადოებას თავაზობენ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილსაც ეს ინფორმაცია აქვს, ატყუებენ. და ვიღაცა ძალიან წარედ მაიმუნობს. და ეს ყველაფერი არ ჩაივლის უშედეგოდ, ასე არ ხდება. და დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს მიეცემა სწორი მიმართულება და უდანაშაულო ადამიანებს სისხლს მართლა არ შეაწმინდავენ სხეულზე. დარწმუნებული ვარ მე, რომ თუ კი იქნება ამ საქმის დეტალური განხილვა და იმ
გამოცდილებით და სიბრძნით, რასაც თუნდაც ბატონი ბიზნა ივანიშვილი ფლობს და მოსთხოვს, აბა დაჯექით, მითხარით, აი ეს რას ნიშნავს, რით გიცდება ეს, რა არის ეს, საიდან დაასკვენით ეს, პასუხი არ ექნება არავის. დამთავრდება ამით ყველაფერი. ახლა ცდილობენ რომ აქამდე არ მიიყვანონ ეს საქმე და ესე წვალობენ, აი ასე გაასაზიზღლეს ეს საქმე, გამოყვეს, დაგლიჯეს საქმე, თქვენ გინახიათ ერთიანი საქმე, რამოდენიმე ნაწილი დაგლიჯო. იმი არაღების იმე უძილაურზე ცალკე, იმას სანდრო ჯეჯივაძეზე ცალკე, აქეთ ძმები მიქაძეებზე ცალკე, იქით ფარცხალაძეზე ბუქსაობენ, საქმეში ახსენებენ და ბრალსაც ვერ უყენებენ, აი ასეთი ამბები. მაყურებელმა რომ იცოდეს რაზე ვსაუბრობთ, ეს საქმე რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით რომ ერთი საქმეა ლევან ჯანგველაძის საქმეზე არის, მკვლელობის საქმეზე არის საუბარი. გამოძიებას აქ დაყოფილი რამდენიმე სხვადასხვა საქმეთ. ანუ მაგალითად ძმები მიქაძეები ვიზეს მიმდინარეობს, ხო? ძიება და პასუხისგებაში არიან მიცემული, მათ ადვოკატებს არა აქვთ იმის შესაძლებლობა, არა აქვთ იმის უფლება, რომ აი უძილაურის პროცესზე გამოვიდნენ შეკითხვა დაუსვან ამ ადამიანს, შეკითხვა დაუსვან პროკურორს, ამის უფლებას არ აძლევენ, იმიტომ რომ საქმე ხელოვნურად დაყვეს, დაჭრეს, გამოყვეს, რომ უძილაურის ეპიზოდი ცალკეა, ეს მკვლელობის ეპიზოდია, ორგანიზების ეპიზოდზე ცალკე წარმოება მიმდინარეობს და იქ საერთოდ სხვა სასამართლო შემადგენლობა არის და აი ესეთი ფორმით აქვთ გამოტანილი ეს საქმე გამოსაძიებლად, რომ ლოგიკური ხო იქნებოდა ეხლა თუ კი მართლა ერთ დანაშაულზე ვსაუბრობთ და თან ვამბობთ რომ აქ არის დაკვეთით ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, ერთ საქმედ გაერთიანდეს, ყველა საქმე ერთმა მოსამართლემ განიხილოს, ერთმა ადვოკატებმა ერთი შემადგენლობის ადვოკატებმა მიიღონ მონაწილეობა, ყველამ დასვას ამაზე შეკითხვა. არა, ამ შემთხვევაში უძილაურთან, ესე იგი, პერსონალურად მარტო პროკურორს აქვს როგორც ჩანს იქ შეკითხვების დასმის პრეროგატივა, დანარჩენი საქმეების ასე ვთქვათ მონაწილეები არიან ჩამოშორებული, ვერ გამოდიან პროცესზე შეკითხვას ვერ სვავენ. აი ესეც არ ვიცი, ჩემს რამდენად შეიძლება სამართლიანი იყოს. და ელემენტარულია ადამიანის სიხარბის გამო სხვები არიან უდანაშაულო ადამიანები არიან ცილისწამების ქვეშ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხაზგასმით ვამბობ. პროკურატურა იტყუება, პროკურატურას არ აწყობს სიმართლის გარკვევა, სიმართლე არის სულ სხვა და კეთილი ინებონ, გამოიძიონ და ღრმათ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ადრე თუ გვიან მიიღებენ ამ მითითებას, რომ სწორად იმოქმედონ და ასევე მიიღებენ იმითოდებას, ვინ აგოს პასუხი იმ ცილისწამებაზე და ის იმიძულეზე, რაც ერთად შეთხსეს და გააკეთეს და რა ინტერესი იდუ აქ, ვისი ინტერესი იდუ აქ და რატომ ბედავენ ამდენს. დარწმუნებული ვარ, ეს გაირკვევა. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მადლობა მართლაც საინტერესო ეთერისთვის და მე ვფიქრობ, რომ ალბათ სხვა მედია საშუალებების, რომლებიც აშუქებენ აი ამ საქმეს, ესე 5 წუთიანი და 3 წუთიანი ჩართვებით კი არა, თუ მართლა უნდა ჭეშმარიტების დადგენა, ესე დეტალურად უნდა იყოს გაშლილი და განხილული. ჩვენ კიდე არ გვაქვს იმდენი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც შეიძლება სხვა ტელევიზიებს ჰქონდეთ და კიდევ უფრო მეტი რესურსი აქვთ, რომ ეს აკეთონ, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ისინი არჩევენ, რომ აი ეს ზედაპირული ინფორმაციები მიაწოდონ საკუთარ მსმენელებს. ჩვენ მართლა ვართ აი ამ საქმის ობიექტურად შესწავლი დაინტერესებული და მომავალშიც წინასწარ მინდა გთხოვოთ, რომ არაერთხელ მოგვიწევს თქვენი შეწუხება ამ სახის ეთერების მოსაწყობად და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ გვექნება ამის შესაძლებლობა. საათვალ ყოველთვის. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ ადვოკატი ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვსაუბრობდით ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული დანაშაულის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ირგვლივ. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით. კარგად სანდებოდეთ.